სასწრაფო დახმარების სისტემაში ჯანდაცვის სამინისტრომ სამსახურის შემოწმება დაასრულა. მინისტრის განცხადებით, ხარვეზები თითქმის ყველა მიმართულებაში იკვეთება, მათ შორის საკმაოდ დიდია გამოძახებაზე სასწრაფოს ბრიგადების დაგვიანების დრო. პრობლემების გამოსასწორებლად სამინისტროში სამოქმედო გეგმა შემუშავდა. კონკრეტულად რა ხარვეზებს აქვს ადგილი და როგორია მათი აღმოფხვრვის გეგმა. დავით სერგეენკო, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამოშვიდობის, ბატონ დავით, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის. ბატონ დავით, დავიწყოთ რამდენიმე წუთის წინ დასრულებული შეხვედრით. თქვენ ეს სამოქმედო გეგმა გააცანეთ 112-ისა და თბილისის სასწრაფო ცენტრის ხელმძღვანელებს. მიხვედით თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ამ შეხვედრამდე და საინტერესო არის როგორი არის შეხვედრის მონაწილეთა პასუხი არსებულ ხარვეზებზე, რითი ხსნიან ისინი ამ ხარვეზებს? დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ დავასრულეთ ძალიან დეტალური ანალიტიკა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობაზე. პირობითად ჩვენ შეგვიძლია მიზეზები, რაც განაპირობებს დაგვიანებს დავყოთ ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეს არის საკუთრივ სასწრაფო დახმარების სამსახურის და მეორე ჯგუფი ეს არის ამ სამსახურის გარე, ასე ვთქვათ, პირობითად მიზეზები. მიზეზები რამოდენიმე არის, თუმცა პირველი სამეული ტოპ მიზეზი, პირველი ეს არის ძალიან დიდი დაყოლნება სასწრაფო დახმარების ბრიგადების თვითონ გამოძახების ადგილზე 45 წუთის საათი და მეტი, რაც არანაირ ლოგიკაში, ასე ვთქვათ, არ თავსდება. მეორე, დიდი ბევრი დრო, რომელიც იხარჯება პაციენტის ჰოსპიტალიზაციაზე, საათნახევარი და მეტი და მესამე ის, რომ დაქვემდებარება გამოძახებაზე მისვლის არის ადმინისტრაციული და არა უახლოესი ბრიგადის პრინციპით. ჩვენ შევთავაზეთ ქმედითი რეკომენდაციები სამივე მიმართულების სწრაფად მოსაგვარებლად. შეხვედრაზე ჰქონდა სრული თანხვედრა, სხვანაირად არ შეიძლება იყოს სრული თანამშრომლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება თბილისის მერთან და უახლოეს დღეებში ჩვენ შეგვეძლება, თუ კი შევთანხმდებით, ამ სამივე მიმართულებაზე განახორციელოთ ქმედითი ზომები, რომელიც სწრაფ შედეგებს მოგცემს. რაც შეეხება ხარვეზების მეორე ჯგუფს, პირობითად სასწრაფოს გარე მიზეზები, ეს არის არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც ადამიანს შეუძლია რომ მის ოჯახის ექიმს მიმართოს და არ მოასწინოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მეორე საგზაო მოძრაობის უდისციპლინო მძღოლები, თქვათ ასე. სასწრაფო დახმარების მანქანა არის პირველი პრიორიტეტი, ისევე როგორც სამაშველო და სახანძრო და ყველა მძღოლი ვალდებულია რომ მას გზა დაუთმოს. თუმცა პირველი რიგის, ასე ვთქვათ, ხარვეზები, რომელიც მე უკვე მოგახსენეთ, მათი გადაწვეს გზები ცალსახად გაანალიზებული არის, შევთავაზეთ და მჯერა რომ ეს გადაწვეს გზები იქნება ეფექტური. ბატონ დავით, არის თუ არა საკმარისი რესურსი, მაგალითად საუბარი არის რომ თბილისში შესაძლოა სხვადასხვა უბნებში დაიმატოს სასწრაფო გამოძახების ცენტრები, ადგილობრივი ცენტრები. რას გულისხმობს ეს, თქვათ, იგივე შემადგენლობა გადანაწილდება თუ კიდე დამატებითი მანქანები, დამატებითი ბრიგადები. ასევე საინტერესო არის, თქვათ, როგორ მოხდება მუშაობა უშუალოდ ბრიგადებთან, როგორ უნდა გაიზარდოს მათი მონდომება იმისთვის, რომ თქვათ, იგივე როდესაც საუბარია განთავისუფლების შემდეგ დაყოვნებაზე. ცენტრი ვერ იგებს ინფორმაციას, განთავისუფლდა თუ არა ბორტი. ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს? პირველი ეს დამატებითი ფილიალების განთავსება, რა თქმა უნდა, კარგია, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოგვარდება არსებული სამესახის პრობლემა. სხვა შემთხვევაში ეს შედეგს მოგცემს უკუ შედეგს, ასე ვთქვათ, გამოძახებების რაოდენობა გაიზრდება. მაგალითისათვის, თბილისში თუ 2 წლინახევრის წინ საშუალოდ იყო დღე-ღამეში 900 გამოძახება, დღეს საშუალოდ არის 2000-დან 2200-მდე გამოძახება. მაგალითისათვის ასევე ევროპის ქვეყნებში დაახლოებით იგივე მოსახლეობის ქალაქებში სადღეღამისო გამოძახების რაოდენობა არის საშუალოდ 250-300. ამეთი ალბათ ნათელი წარმოდგენა შეგვექნება თუ რამდენად მაღალი არის არამიზნობრივი გამოძახებების რაოდენობა. თუმცა ხაზს უსვამ, რომ არ მოიაზრება, რომ რომელიმე გამოძახებაზე ბრიგადა არ გავიდეს. გავა უკლებლივ ყველა გამოძახებაზე. რაც შეეხება თვითონ სამედიცინო ბრიგადების მოტივაციას, რომ მათ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ გამოძახებაზე დროზე მივიდნენ, მინიმალურ დროში ეფექტური დახმარება განახორციელონ და სწრაფი მენეჯმენტი ჩაატარონ ამ შემთხვევების სწრაფი და პაციენტისათვის უსაფრთხო. ამაზე ჩვენ შევიმუშავეთ მოკლე, მაგრამ ძალიან ეფექტური გეგმა, რომელიც შევთავაზეთ და მე ჯერ დეტალების გაჟღერებისგან თავ შევიკავებ, რადგან საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მქონია თბილისის მერთან, თუმცა უკვე ნათელი გახდება უახლოეს პერიოდში ამის შედეგები.
ბატონ დავით, ხომ არ იგეგმება გამოძახებებზე პრიორიტეტების გაუქმება, ანუ ამჟამად 112 ანაწილებს პრიორიტეტებს, რომელ გამოძახებაზე უნდა წავიდეს სასწრაფო პირველად. ნაწილობრივ შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ დაგვიანება ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული და საერთოდ ხომ არ ვარაუდება, რომ ეს სისტემა გაუქმდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახებების პრიორიტეტები განვითარებულმა ქვეყნებმა შემოიღეს 1974 წელს. დიდი ხნის წინ და ეს არის წლების და აწლეულების გამოცდილი ასე ვთქვათ ტექნოლოგია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენს შემთხვევაში რაში გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ორ შემთხვევაში. პირველი, როდესაც არის ორი გამოძახება და ერთი ბრიგადა, პირველად რომელზე წავიდეს, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევა და მაგალითად მაღალი ტემპერატურა. აი ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ავტოსაგზაო შემთხვევა, ცხადია და მეორე შიდა ხარისხის კონტროლისათვის, რადგან სხვადასხვა პრიორიტეტები გამოძახებებს სხვადასხვა ხარისხის მახასიათებლები აქვს, რომელიც მენეჯმენტმა უნდა გამოიყენოს სწორედ მუშაობის ეფექტურობის გასაზრდად. ვადასტურებ, რომ არანაირ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, არ მოიაზრება, რომ რაიმე ტიპის, რაიმე პრიორიტეტის გამოძახებაზე ბრიგადა არ გავიდეს, გავა უკვლებული ყველაზე. ბატონ დავით, თქვენ იმედი გაქვთ, რომ ურთიერთშეთანხმებული კოორდინირებული მუშაობის შედეგად შესაძლებელია რისხარიოზები საკმაოდ მოკლე ვადაში აღმოიფხვრას. მაინც დაახლოებით რომ გითხრათ, როდის ელოდებით შედეგს? ეს სამი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, თითოეული მათგანის რეალიზაციას გარკვეული დრო ჭირდება, ზოგს მოკლე და ზოგს შედარებით ხანგრძლივი. შემიძლია ვთქვა, რომ ურთიერთშეთანხმების თუ კი შედგა შეთანხმება და იმედოვნად შედგება ერთი თვის განმავლობაში სამივე სამოქმედო გეგმა ამუშავდება და შემდეგ თვეს ამის შედეგებს უკვე დავინახავთ. უფრო რომ დავაზუსტო ერთი თვის ან ცოტა მეტის განმავლობაში. თუმცა პირველმა მცდელობებმა, რაც სასწრაფო დახმარების სადგურის ახალმა მენეჯმენტმა გამოიღო ამ ორი კვირის განმავლობაში, მცირე, მაგრამ ტენდენცია გაუმჯობესების გამოაჩინა. მცირე, მაგრამ ძალსახა ტენდენცია. გასაგებია, ბატონ დავით, სხვა მიმართულებაზეც მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. ქამრების შემოჭერა არის ერთ-ერთი. როგორ და რაზე უნდა აისახოს ეს ეკონომია თქვენ სამინისტროში და როგორი არის წინასწარი გათვლა ბიუჯეტის 1/3 დაახლოებით ჯანდაცვასა და სოციალურ მიდის. რამდენის დაზოგავას გეგმავთ სამინისტროში ხარჯების შემცირება? პირველ რიგში ის, რომ ხარჯების შემცირება არ შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებს, ეს შემცირება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს. შემიძლია დავაზუსტო, რომ ჩვენ უკვე შევცვალეთ და მნიშვნელოვნად შევამცირეთ იგივე საწვავის ლიმიტები, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 50-დან 70,000 ლარამდე დაიზოგება. ასევე გავაუქმეთ პრაქტიკულად ყველა შეხვედრა, შესყიდვა, რომელიც შეეხებოდა საოფისე ინვენტარის, ასე ვთქვათ, შეძენას. მე ახლა გამეჭირდება ამის ციფრები დაზუსტებულად გითხრათ, მაგრამ ვარაუდობ, რომ ალბათ ეს სადღაც 10,000 ფარგლებში იქნება წელიწადში და ასევე მინიმუმამდე დავიყვანთ სამივლინებო ხარჯებს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ან მასპინძელი მხარე არ აფინანსებს, ან ეს მივლინება რაღაც გარდაუვალი აუცილებლობით არ არის გამოწვეული. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ეს სამი მიმართულება, რომელზეც გავწერეთ, ასე ვთქვათ, შემცირების და ეკონომიის სქემა და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლოს უკვე გვექნება უფრო მეტი ინტეგრირებული მთელი მთავრობის მასშტაბით გაწერილი და იგივე შეეხო წარმომადგენლობის ხარჯებს, რომელიც ისედაც არ გვქონდა მაინდა-მაინც დიდი, თუმცა ესეც შევამცირეთ. ბატონ დავით,